ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს არის 14 მარტი და ზუსტად დღეს გვაქვს სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება. ზოგადად დაბნელებები არის ხოლმე კლასიკურად წელიწადში ორჯერ, როგორც წესი გაზაფხულზე და შემოდგომაზე, შესაბამისად ეს პერიოდები არის ხოლმე ტრანსფორმაციული. რას ნიშნავს ახლა ეს, ხო? დაბნელება რომ ხდება მზის და მთვარის ეს ხსნის ერთგვარ ტრანსფორმაციულ პორტალს და საკმაოდ საბედისწერო ცვლილებების პერიოდია ხოლმე. ეს დერეფანი, ანუ იგივე დაბნელებების კორიდორი გვაქვს 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით. და კონკრეტულად რა ნიშნებს შეეხება, ხო? თან რო ვთქვათ ესეც. ვინაიდან დღეს გვაქვს კომბინაცია მზე თევზი მთვარე ქალწული, რა თქმა უნდა, თევზებს და ქალწულებს განსაკუთრებით შეეხებათ და კიდევ ტუპებს და მშვილდოსნებს და ასევე მზის დაბნელება გვექნება უკვე 29 მარტს. და ეს შეეხება უკვე სასწორებს, ვერძებს, კირჩხიბებს და თხისრქებს. აი ამ ნიშნებზე განსაკუთრებით ექნება გავლენა. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ემოციური ფონი, აი ყველა მგრძნობიარე ადამიანში მაინც მომატებულია, ხო? იმიტომ რომ დაბნელებები არა მხოლოდ ცალკეულ ზოდიაქოებზე იწვევს გავლენას, არამედ ყველა ადამიანზე, ხო? ამიტომ თუ გქონდათ დაუშვათ წინა პერიოდში მომატებული დეპრესიულობა, დაუშვათ ან ემოციური ფონი, ან კონფლიქტურობა, ან ძილიანობა, ან პირიქით უძილობა, ხო? ეს ყველაფერი გამოიწვია სწორედ იმან, რომ სანამ დაბნელებების პერიოდი დაიწყება, 2-3 კვირით ადრე ადამიანები უკვე გრძნობენ აი ამ ტრანსფორმაციულ პროცესს. და რა რეკომენდაციები შეგვიძლია ვთქვათ? აი ამ ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში 14 მარტიდან 29 მარტის განმავლობაში, ხო? თუ არ არის გადაუდებელი, უმჯობესია რომ არ გავაკეთოთ ოპერაციები დავუშვათ, ახალი შენაძენები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სერიოზული გადაწყვეტილებები დავუშვათ, ხო და წამოწყებები. აი ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ყველაზე შემიძლია ვთქვა, ყველა ადამიანისთვის უნივერსალური რჩევა არის ახლა ეს, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მივხედოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და ის შფოთიანობა, ის ნერვოზულობა, ხო, რაც შემოიტანა ცოტა და ეს არასტაბილური ემოციური ფონი ამ პერიოდმა რომ შემოიტანა, კარგია მედიტაციები დავუშვათ, ხო? სუნთქვითი ვარჯიშები, პრაქტიკები, ასევე მშვენიერია თუნდაც სპორტი, ვარჯიში, ხო? ნუ თუ ვთქვათ, მორწმუნე ხართ, ლოცვად შეიძლება ამ პერიოდში, ხო? ანუ საბოლოო ჯამში დაბნელებების კორიდორი ამავდროულად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ აი წმენდითი მედიტაციები ვთქვათ, ხო? დავანთოთ სანთელი ან პალოსანტო, ხო, წმინდა ხე ან საკმეველი თუ გაქვთ, რომ ეს ნეგატივი რაც დაგროვული გქონდა წინა 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში, ხო? შეგვიძლია რომ აი ამ დაბნელებებს გავატანოთ ეს ნეგატივი. 2025 წელი ძალიან გარდამტეხი და ტრანსფორმაციულია. ნუმეროლოგიურად რო ვთქვათ, ხომ, ციფრი გამოდის 9-იანი. რატომ? იმიტომ რომ უნდა დავშალოთ, ხო, 2 + 2 + 5 გამოდის 9-იანი. როდესაც წლის ციფრი გამოდის 9-იანი, ხო, ნუმეროლოგიაში, ხო, კლასიკურ ნუმეროლოგიაში ითვლება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 9-წლიანი ნუმეროლოგიური ციკლებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ხდება ენერგიების განახლება და აი მინი ახალი ეპოქა იწყება, ასე ვთქვათ. ხო? შესაბამისად 2025 წელი ბევრ პროცესს დაამთავრებს, რაც გაწელილია, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებს, ბევრ ახალს გააჩაღებს და წამოიწყებს, ხო? 9-იანს მართავს პლანეტა მარსი და ჩვენ ვიცით, რომ მარსი არის ბრძოლის და ომების პლანეტა, შესაბამისად მე ვთქვი კიდეც იმ პროგნოზში, ნახეთ ალბათ, რომ 2025 წელი არ არის მარტივი პოლიტიკურად, ხო? ბევრი პატარ-პატარა ლოკალური დაპირისპირებები შეიძლება ვქონდეს, იმიტომ რომ აი 9-იანის ენერგიას მოაქვს სერიოზული კონფლიქტურობა. ამიტომ მეტი დიპლომატია მართებთ ეხლა პოლიტიკოსებს ნამდვილად. რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანზე. აი ზოდიაქოს რო ვამბობთ, ეს არის მზის ნიშანი იგულისხმება, ხო? ანუ მზე გადიოდა გარკვეულ თანავარსკვლავედს თქვენ რომ დაიბადეთ. აი მზე თუ კირჩხიბში დგას, ესე იგი თქვენ კირჩხიბი ხართ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პერსონალური, ანუ ნატალური რუკა გქონდეს შედგენილი და სწორედ იქ ჩანს, რა პოტენციალი აქვს ადამიანს, რა სფეროში შეიძლება მიაღწიოს წარმატებას და ასევე რა კარმული მისია აქვს მას, ხო? აი კარმაზე რო ვსაუბრობთ, ხო? ანუ რა მისით მოვედით და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ჩანს არა მზის ნიშნით, არამედ პირად რუკაში, აი კარმული კვანძების მდებარეობით. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ჩვენი პირადი რუკა და კერძოდ კარმული კვანძები, ის მდებარეობა.
Manifestაცია საკმაოდ საინტერესო ფენომენია. აი, ეხა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე manifestაციაზე ინტერნეტში და მნიშვნელოვანია აქ სეპარაცია, რომ აი, რა არის სწორი და რა არასწორი ამ ტექნიკაში, ხო? იმიტომ რომ არასწორად თუ გავაკეთებთ, შეიძლება პირიქით, ანუ ზიანიც მოიტანოს ამან, ხო? Manifestაცია გავშიფროთ, რას ნიშნავს? Manifestაცია არის რეალობის გასაცნობიერებული პროგრამირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია რომ თვითონ შექმნას თავისი რეალობა, ხო, მოიზიდოს ან ნეგატიური, ან პოზიტიური ვერსიები თავისი მომავლის. შესაბამისად, manifestაციის დროს ჩვენ ვხვდებით ერთგვარი შემოქმედი ჩვენი მომავლის, აი გათვითცნობიერებული შემოქმედი. Manifestაცია რომ მოხდეს სწორედ, ჩვენ სამყაროს ენა უნდა ვიცოდეთ, ხო, ანუ რა ენაზე საუბრობს სამყარო, ხო? სამყარო არ აღიქვავს ნეგატიურ ფორმულირებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აი დავუშვათ მე არ მინდა მქონდეს პრობლემები. სიტყვა არ არის ნეგატიური ფორმულირება ამ შემთხვევაში და სამყარო არ აღიქვავს აი ამ ფრაზას რომ მე არ მინდა მქონდეს პრობლემები. ეს არ საერთოდ ამოიშლება და თქვენ პირიქით პრობლემებს მოიზიდავთ. ამიტომ აქ გვჭირდება სწორი ფოკუსი გქონდეს, ხო? აი ყურადღება და ემოციური ჩართულობა და წარმოსახვა არის გასაღები სწორი manifestაციის, ხო? ყურადღება უნდა გქონდეს არა იმაზე, რისი მოზიდვაც არ გვინდა, არამედ იმაზე, რაც გვინდა. აი მაგალითად, მე მინდა ვიყო წარმატებული. ანუ ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ მე არ მინდა ვიყო ვთქვათ წარუმატებელი, ხო? უნდა ვთქვათ რომ მე მინდა ვიყო წარმატებული. ან შეგიძლიათ უკვე აწმყოში თქვათ, ანუ ეს მეორე manifestაციური ხრიკია, რომ მე ვარ წარმატებული დავუშვათ, მე ვარ ჯანმრთელი, მე ვარ ბედნიერი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აი ეს ნიუანსები გავითვალისწინოთ. აი 2025 წლის ივლისის პერიოდიდან უამრავი წყვილი დაინგრა და დაშორდა. მართლა იწლები რომ ურთიერთობა ჰქონდათ და მეც ახლა მსგავსი кейსები უამრავი მომისმენა ჩემი კლიენტებისგან და ვაფრთხილებდი კიდეც რატომ? იმიტომ რომ შავი მთვარე ლილიტი გადის 29 მარტამდე, ხო, ანუ მარტის ბოლომდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანს და სასწორი არის კავშირში სწორედ პარტნიორულ ურთიერთობებთან. და ვინაიდან 29 მარტს გვექნება ასევე დაბნელება, ხო, რომელიც ასევე შეეხება სასწორებს, ხო? მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალური მოთმინება და დიპლომატია შევინარჩუნოთ იმისთვის რომ საყვარელი ადამიანები არ დავკარგოთ ან არ გავანაწყენოთ. ამიტომ ამისთვისაც სახიფათო პერიოდია. კი, ურთიერთობებისთვისაც არ არის მარტივი პერიოდი ნამდვილად. ასევე ნიშანდობლივია რომ 14 მარტიდან, აი 14 საკმაოდ ისეთი რევოლუციური დღე გამოდის, იმიტომ რომ თან გვაქვს დაბნელება, თან 14 მარტს გვაქვს მერკურის რეტროგრადულობა იწყება, ხო? 6 აპრილის ჩათვლით. რას ნიშნავს ახლა ეს? იქნება უფრო მეტი მის კომუნიკაცია ადამიანებს შორის, ტექნიკა გაჭედავს, შეიძლება აირიოს გრაფიკები, ხო? და მოგზაურობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება გქონდეს. დოკუმენტებზე ხელის მოწერა არ ვარგა ამ პერიოდში, ტექნიკის შეძენაც არ ვარგა, იმიტომ რომ ხშირად მე აბრუნებენ და გამოცვლა არის ხოლმე საჭირო. და კიდევ რას მართავს მერკური, ხო? საგანმანათლებლო სისტემასაც. ამიტომ აი სწავლა თუ გინდათ რომ დაიწყოთ, დავუშვათ, ხო? აი ან კურსები გაიაროთ, აი ჯობია რომ აი მერკურის რეტროგრადულობის მერე მოხდეს ეს ყოველივე.